მოსწავლეთა ინტეგრირება სასკოლო ცხოვრებაში, მათთვის უნარების შეძენა, მათი მხარდაჭერა არის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რომელსაც ახორციელებს ჩვენი სამინისტრო და ამ კუთხით გვყავს ძლიერი პარტნიორები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ნორვეგიის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი. გრანტი, რომელიც გაფორმდა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის, ითვალისწინებს იმ მოდელის შექმნას, რომელიც მოემსახურება არტ-თერაპიის სივრცეების მოწყობის სახით ССМ მოსწავლეებს და მათ ექნებათ შესაძლებლობა ამ სასკოლო სივრცეში მიიღონ მომსახურება, რომელიც გულისხმობს უნარების ჩამოყალიბებას, გულისხმობს მათთვის არტ-თერაპიის, ფსიქოემოციური მართვის დახმარების შესაძლებლობის მიცემას და ეს ყველაფერი მათ დაეხმარებათ შემდგომში პროფესიული უნარების შეძენაში და მნიშვნელოვანია, რომ ეს სკოლები შერჩეული იქნა ისე, რომ ახლოს მდებარეობს ასევე პროფესიული სასწავლებლები, იმისთვის რომ მდგრადობა იქნეს შენარჩუნებული და მოსწავლეებს ეს უნარები შემდგომში პროფესიულ საქმიანობაში გამოადგეთ. აღსანიშნავია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მაია ხაჯიშვილის ჩართულობა და ხელშეწყობა პროექტის ფარგლებში. შესაბამისი სივრცეების მოწყობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ორი სკოლა აჭარაში, რომლებსაც ექნებათ აღნიშნული ტიპის სივრცეები, ССМ პირებისთვის იქნება ერთგვარი მოდელი, რაც მისცემს ბავშვებს შესაძლებლობას იყვნენ სრულიად ინტეგრირებულები საგანმანათლებლო სისტემაში. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს მხარდაჭერას ამ მიმართულებით და ჩვენ ასევე მადლიერები ვართ ნორვეგიის მთავრობის ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის.